ძალიან მოკლედ მოუყვები, თქვენთვის დარწმუნებული ხართ თავად, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რას ვიტყვი, რა არის სიმართლე, რა არის ჭეშმარიტება და რა არის სიხალვე ამ დარბაზში, რაც ირკვევა თქვენი მოსამართლეობით. არ გეწინოთ, ესაც ფაქტის კონსტატაცია. ნახლა არ აქვს მნიშვნელობა. წინასწარი განწყობით ხართ ყოველთვის შემოსული ნებისმიერი საქმის განხილვის დროს, უბრალოდ საზოგადოება მინდა იცოდეს. საღამოს 9 საათზე დაახლოებით ვიმყოფებოდით, მეგობრებო, ორი მანქანით გადავადგილდებოდი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე და 9 საათზე იყო სოციალურ პლატფორმაზე ეგრეთ წოდებული გადაცემა სახელწოდებით 2 წელს შუა, ასე ქვია. ამ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მივდიოდი სულ რაღაცა 2 კილომეტრი იყო დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც მოხდა ჩემი გადაცემა და არანაირი დაკავება. გააჩერა მოულოდნელად ეგრეთ წოდებული საპატრულო ატოსატასტურ საშუალება პატრულის ფორმაში გამოწყობილი ძალიან ნერვულ მდგომარეობაში ყოფნა პირმა ძღოლს სთხოვა მართვის მოწმობა და ცხადი იყო მისი გამომეტყველებითაც, რომ ყველაფერი აინტერესებდა გარდა მართვის მოწმობისა და აი ამ პროცესში, როდესაც ჯერ კიდევ მართვის მოწმობა ძღოლს გადაცემულიც კი არ ჰქონდა, მის ეგრეთ წოდებულ რაციაში კითხვა გაისვა, რაც გავიგეთ მეც და ძღოლმაც. ვიღაც ეთყობა მისმა ხელმძღვანელმა კითხა, ობიექტი თუ იჯდა მანქანაში. გასაგები იყო უკვე რა ხდებოდა. და აი აქ არსაიდან დაახლოებით, მე რაც დავინახე და შემდეგ შემიძლია თამამად თქვა, იმიტომ რომ 11 ადამიანი იყო სამარშრუტო ფურგონში, სადაც მე ძალის გამოყენებით მომათავსეს, ვილად რო ვთქვა და გადავთვალე ძღოლის ჩათვლით იყვნენ 11-ნი, ვინც გამიტაცა. არანაირი ნიშანი, წყალი, ისინი იყვნენ პოლიციელები, ან ქმედებაში, ან გამომეტყველებაში, ან საუბრის მანერაში, არის. შეიძლება როდესაც აკავებდეს და გამომართვა, ან თხოვ გამოვიდეს მანქანი და მოხდა გადაცემა ძალიან აგრესიული ძალის გამოყენებით მანქანაში ჩატევა, ამის შემდეგ ძალის გამოყენებით მობილური ტელეფონის წარსება, მე ერთ-ერთის დაუყებელი სურვილი, რომ რაღაცნაირად იქნებ გაეცდა კოდი ჩემ ტელეფონზე და რამდენჯერმე ცდილობა გქონდა, რომ სახეზე მოეშვილა ეს ჩემი საკუთარი მობილური ტელეფონი, მაგრამ როგორც ჩანს, ბნელ სამარშრუტო ფურგონში ეს ვერ მოხერხდა, მინდა იცოდეთ, რომ ეს იყო რაღაცნაირი სამარშრუტო ფურგონი, სადაც იყო რაღაც საგანგებოდ ფარდებით შემკობილი, ზაფხული არ ჩანდა შიგნიდან გარეთ. ახლა ამას თუ არ ვიცით რატომ მოხდა ეს. თქვენ იცით ალბათ და რუსიდან და კიდევ ვიც დაგიგმა. თქვენ იმიტომ რომ გუშინ თავი მოიკალით და დღეს ჩანიშნეთ სხდომა და ადვოკატის თხოვნაზე რომ იქნებ ორშაბათ დღეს ჩანიშნულიყო სასამართლო პროცესი, ვინაიდან მას ჰქონდა სხვა სასამართლო პროცესები და პლუს რამდენიმე ლექცია როგორც გავიგე. თავი მოიკალით და დღეს ჩანიშნეთ. და ფორმალურად, კი ბატონო, ფორმალურად ჰქონდა გუშინ ღამის 12 საათამდე მე იყო გადახდის სვადა. 9 საათზე გაიტაცეს სიდარის ადამიანი, რომელიც ეხლა თქვენ გელაპარაკებთ. და კითხვა არ გიჩნდებათ რა მოხდა. და უნდა დამისვათ ეხლა კითხვა, რატომ და რისთვის არ მიხდი მე იმ უსამართლო გირაოს. ის გაინტერესებს, რაზეც პასუხი გააქვს. ის არ გაინტერესებს, აკმაურა მოჭდი. ვინ გამიტაცა პლუს მართალი ხალხი რომ მოდის და გიტაცებს დაუშვათ, არ გიტაცებს მართალი ხალხი, ხო, უნდა გაკავებდეს. ამას იგებთ, ჯერეთ, თავად არიან დაინტერესებული. არათუ არ იგებდნენ გატაცების მომენტს. ორივე ავტომობილში, ერთში რომელშიც მე ვიყავი და მეორე თანხლებ ავტომობილში, იყო ორი ვიდეო ჩამწერი დამონტაჟებული. ჩემ საკუთარ ავტომანქანაში და მეორე ავტომანქანაში იყო ასევე ორი, ანუ ჯამში 4 ვიდეო ჩამწერი. 4-ვე არის გატაცებული, დაზიანებული და გატაცებული გატეხილი. დაამტვრიეს. იმიტომ არ ენახათ, არ გენახათ თქვენ. ისე ძალიან მოქმედებდა თქვენზე დარწმუნებული ვარ, მაგრამ მაინც ავიცი, ვიღაცაზე მაინც მოიმოქმედებდა იქ. თქვენ თანაშემწეზე შეიძლება, გვერდით რო გიზით, შეიძლება. ხოდა, აი ეს არის რეალობა, რაც მოხდა. თქვენ ახლა უნდა იმსჯელოთ, დაადგინოთ, ვინ არის თვალე და მართალი, და მე ახლა რაც ვქვი, ეჭი გეპარებათ?
თქვენ რა სიმართლე უნდა დაადგინოთ, ჩემო კარგო. ნუ გწინთ რომ ვერც მოსამართლედ გიწოდებთ თქვენ და ვერც ბატონოს დაგიძახით რა. იმიტომ კითხვა არ გიჩნდებათ რა მოხდა, როგორ აღმოჩნდა, მაგრამ არ მიყვეს, იმიტომ არ ვიცი, აბა ასობით ადამიანი ნაწამები მოვყავდათ თქვენთან და თქვენ კოლეგებთან, ცხრები ჩამწრეული და დანაწილი და იმას არ ეკითხებოდით, ვინ აწამა და ისე უშვიდით ადმინისტრაციულ პატიმრობას. ეს არის და ეს მინდოდა საზოგადოებას წოდნოდა. მეტი რა გითხრა? კითხვა აქვს ეს თქვენთან. ანუ თქვენ გირაოს გადახდას აპირებთ და ამ საკალმო შემოშალათ. გირაოს გადახდა მოსამართლე, ხო გირაოს გადახდა რომ ეკითხები. ერთი წუთი. გირაოს გადახდა არ გადახდასთან დაკავშირებით კითხავს რომ სვა. მე რაც ახლა მოგიყევი, ეს არ არის თქვენი საინტერესო თავი ხა სახში თქვენ. აბა თქვენმა ოჯახის წევრებმა მეგობრებმა იციან რომ მოსამართლე ხართ. და არჩევთ ყვანდა მართავს სიხალბეს და სიმართლეს, ხო წესი. არ გაგიჩნდათ ეგ რაც მოვყევი მე კითხვა რა მოხდა, როგორ მოხდა, ეროვნული გადაცემის მომენტი თავიდან ბოლომდე აღბეჭდი საკუთარი ძალები წინასწარ დამონტაჟებული რაც საჯარო არის და ბევრს აქვს ამის შესაძლებლობა თბილისში ავტომანქანებში ვიდეო ჩაწერები გაანაწილეს მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდა ვიდეო ჩაწერა სხვადასხვის აი ამ ეწოდებულ მარშრუტკაში მოთავსების შემდეგ მობილური ტელეფონი არ გამოუხდიათ იქ ყოფ რამდენიმე ადამიანს და სხვადასხვა პირები კიდე სხვადასხვა მოკლე ვიდეოებს იღებდნენ და სიამაყით როგორც აგერ დატრენინგებულმა პირმა ახსენა სიამაყით თუ განაცხადა რომ სიამაყით უგზავნიდნენ თავიანთ ხელმძღვანელობას ამ კადრს უშუალოდ დაკავების აი ეს პერიპეტი რომელიც ალბათ დიდხანს არ გაგზავნა მაქსიმუმ 30 წამი შევა 40 ეს ჩვენ გქონდა აღბეჭდი გესმით თქვენ და ეს წაშალდეს განადგურეს ეხლა მეკითხებით იმას რაც მეკითხებით შეიძლება ესეც იყოს თქვენ ინტერესის სფერო მაგრამ ერთ-ერთი კითხვა იყოს და შეგიძლია პასუხი არ დასე შეგიძლია შეგიძლია არ დასე პასუხი მე მაინტერესებს თქვენ კითხოთ უნდა კითხო კონდა თუ არა არ მინდათ ყოველთვის შეკვრა და თუ არ გამშეკითხებ როგორ აღმოჩნდა ერთი წუთი არ გამშეკითხებ როგორ აღმოჩნდა ნობილია იმიტომ რომ საჯაროდ გავცემა ინფორმაცია თქვენი ადმინისტრაციული წესის დაკავების შესახებ ერთი წუთით არ შემოგვიყვება რა ადმინისტრაციული დაკავება არანაირი ინტერაქციაც კი არ გქონია გამარჯობა ნაყვამის ვინ ხარ რა ხარ არანაირი ინტერაქცია არ მოხდა რა ის დამასაც დაკავშირებით ჩვენ დავაკეთეთ ზუსტად მომართვა რომ თქვენ გამოყვანილი ყოფილიყავით სასამართლოს დონეზე დასაცრება ჩვენ მიყავით ადმინისტრაციულ წესს. ეხლა რა შეიძლება იმ საკითხებზე? ვისი თქვენი კონტექსტი? ბოდიში მე მოვისმენთ. გიორგი კონდახიშვილის განცხადება. ეხლა რა შეიძლება იმ საკითხებზე? თქვენ ადმინისტრაციულ დაკავებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფარგლებში ამის კანონიერებაზე არ გულებიმჟელეთ. ეს არის ადმინისტრაციული რა ხოდა გეუბნები ვიცი როგორი ვიღებია. ხოდა თუ ვიცი ერთ შემთხვევაში ვერ ვიმჟელები. არა იმიტომ რომ არ გაქვთ ამის შესაძლებლობა. არც გაინტერესებს, როგორც ადამიანს არ გაინტერესებს არასდროს როგორც მოსამართლეს. ეგ საკითხები უნდა გააპროტესტოთ იმ სხდომაზე, სადაც თქვენს მიერ ადმინისტრაციული სამართლებრივი ჩადენის თუ არ ჩადენის. თქვენ ვიდოთ ჯერა. რაც შევეხავთ ჯერა. ჯერა თუ რაღაც ადმინისტრაციული სამართლებრივი გამო გამიტაცებს და შევაწუხო მივაყენებ ვიღაცას. აი თქვენ ჯერა თქვენ არ გეკითხები დასახარებელი არაფერი არ თქვენ თავად ჯერა თუ არ ჯერა. ბატონო შვანგილა. მაინტერესებს თუ შეიძლება